ახლა მე მოგიყვები ისტორიას, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ არ იცოდი. უილიამ პატრიკ ჰიტლერი, კაცი, რომელმაც ფიურერს ომი გამოუცხადა. ყველაფერი 1911 წელს ნისლიან ლივერპულში დაიწყო. უილიამი ადოლფ ჰიტლერის ნახევარ-ძმის ალოისისა და ირლანდიელი ბრიჯიტ დაულინგის ვაჟი იყო. ბავშვობაში ის ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მისი ბიძა, მაშინდელი წარუმატებელი ავსტრიელი მხატვარი, ოდესმე მსოფლიოს სისხლიან ომში ჩაითრევდა. როდესაც 1930-იან წლებში ადოლფი გერმანიის სათავეში მოექცა, უილიამმა გადაწყვიტა ეს ნათესაობა სასიკეთოდ გამოეყენებინა და ბერლინში გაემგზავრა. მან ბიძას სამუშაო სთხოვა, მაგრამ ფიურერს ინგლისელი ძმის წული არ მოსწონდა. ადოლფი მას საზიზღარ ნათესავს ეძახდა და ეჭვობდა, რომ უილიამი მასზე კომპრომატებს აგროვებდა. მათი ურთიერთობა უფრო მეტად შანტაჟს გავდა, ვიდრე ნათესაურ კავშირს. უილიამი ემუქრებოდა, რომ პრესას მოუყვებოდა ოჯახურ საიდუმლოებებს, თუ ფიურერი მას კარგ თანამდებობას არ მისცემდა. ვითარება 1939 წლისთვის რადიკალურად შეიცვალა. უილიამმა გააცნობიერა, რომ ბერლინი მისთვის საშიში ხდებოდა. ბიძამ მას გერმანიის მოქალაქეობის მიღება და ბრიტანულ პასპორტზე უარის თქმა მოსთხოვა, რაც ფაქტობრივად მისი დატყვევების ტოლფასი იყო. უილიამმა გაქცევა მოასწრო. ბრიტანეთში დაბრუნებულმა მან გააკეთა ის, რაც იმ დროისთვის წარმოუდგენელი იყო. ჟურნალ ლუკში გამოაქვეყნა ვრცელი და სკანდალური სტატია სათაურით „რატომ მძულს ჩემი ბიძა?“ ამით მან საბოლოოდ გაწყვიტა კავშირი სისხლით ნათესავთან და საკუთარი თავი მესამე რაიხის მტრად გამოაცხადა. ომის დაწყებისთანავე უილიამი და დედამისი ამერიკაში გადავიდნენ. იქ მას ერთი მიზანი ჰქონდა: დაემტკიცებინა, რომ გვარი ჰიტლერი არ ნიშნავდა ფაშიზმისადმი ერთგულებას. 1944 წელს, როდესაც ევროპა ცეცხლის ალში იყო გახვეული, მან უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა და წერილი მისწერა პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტს. „მე ვარ ადოლფ ჰიტლერის ძმისწული, მაგრამ მინდა ვიმსახურო ამერიკის დროშის ქვეშ. სურს მსოფლიო მიცოდეს, რომ ამ გვარის მატარებელი ყველა ადამიანი ბოროტების მხარეს არ დგას“. FBI-მ საგულდაგულოდ შეამოწმა მისი წარსული და განზრახვა გულწრფელად მიიჩნია. უილიამ პატრიკი ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ფლოტში ჩაირიცხა. არსებობს ლეგენდა, რომ როდესაც ის სამხედრო კომისარიატში გამოცხადდა და ოფიცერს საკუთარი გვარი უთხრა, ოფიცერმა უპასუხა: „მიხარია თქვენი ნახვა, მისტერ ჰიტლერ, ჩემი გვარია ჰესი“. უილიამი ფლოტში 1947 წლამდე მსახურობდა როგორც სამედიცინო სანიტარი. მან მიიღო მეწამული გულის ორდენი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ჭრილობისთვის. ომის დასრულების შემდეგ უილიამი მიხვდა, რომ ნორმალური ცხოვრებისთვის გვარი ჰიტლერი უნდა დაევიწყებინა. მან გვარი შეიცვალა და გახდა უილიამ სტიუარტ ჰიუსტონი. ის დასახლდა ლონგ-აილენდზე, დაქორწინდა გერმანელ ქალზე და 4 ვაჟი გაზარდა. ის ცხოვრობდა როგორც ჩვეულებრივი ამერიკელი, ფლობდა მცირე ლაბორატორიას და მეზობლებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ მათ გვერდით კაცი ცხოვრობდა, რომლის ბიძამაც მსოფლიო კატასტროფამდე მიიყვანა. უილიამ სტიუარტ ჰიუსტონი 1987 წელს გარდაიცვალა. მისი ვაჟები დღემდე ცხოვრობენ ამერიკაში, თუმცა მათ უარი თქვეს შვილების გაჩენაზე. ამით მათ დადეს ერთგვარი ფარული ოჯახური ფიცი. ჰიტლერის გენეტიკური ხაზი მათით უნდა დასრულებულიყო. აღსანიშნავია, რომ უილიამის ვაჟების ეს თავდადება შესაძლოა ამაოც კი იყოს, თუ კი დავიჯერებთ იმ ფართოდ გავრცელებულ ისტორიულ ჰიპოთეზას, რომლის თანახმადაც ადოლფ ჰიტლერმა ფარულად დატოვა შთამომავლობა არგენტინის ტერიტორიაზე.